წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. მშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 18-ზე გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა, რომელიც ეს ძალიან გვიყვარს ჩვენ ყველას, ვინც შექმნა, ვინც უძღვებით ორნი ისტორიკოს-კვლევარი ბატალია შეჯიქია, მე სოფიო ხუციშვილი და ჩვენი ერთგული მსმენელი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რომელმაც ნამდვილად მოგცა იმის შესაძლებლობა და სტიმული, ბიძგი ამდენი წელი გაგრძელებული იყო ეს გადაცემა. გვისმინეთ ყოველ ხუთშაბათს 18-ზე FM-ზე 105 და 9 ლაივ რეჟიმში, ასევე ინტერნეტით radio@ათინათი.gr. ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ ყველა გადაცემის ჩანაწერი ნახოთ Facebook-ზე რადიო ათინათი და ცხადია YouTube-ზე. ჩაწერთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქვს ამ გადაცემას ის რომ არის ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად. მეგრულადაც მოგესალმებით ონჯო ირობუას გიზელანდ და სიამოვნებით მივესალმები ბატოლაშას. ბატოლაშა მუჭო ზოჯუნდ გომორცგუა. გომორცგუა, თქვენი ჭირობუა, საღამშვიდობისა, მოგესალმებით. თქვენ თავად როგორ ბრძანდებით, ქალბატონ სოფიო, როგორი განწყობით ხართ? გადასარევი. როგორ შეიძლება ხუთშაბათ საღამო იყოს 18-ზე და იყო ცუდ ხასიათზე. კი ბატონო. გეთანხმებით. ბატონო, ჩვენ სხვა შორის ძალიან საინტერესო გადაცემა დავაანონსეთ. კი ბატონო. თემა, რომელიც არც ისე ხშირია. ხშირად არ საუბრობენ, მაგრამ ბევრს სმენია. თუნდაც 9 თვალა მზე, ყველას გვიმღერია, წინაპრებს უმღერია. რატომ 9 თვალა? რატომ 9 თვალა? და რატომ 10 თვალა არა? რა ვიცი, სულ 2 თვალი აქვს ნახატებში, მაგრამ 9 თვალაო და. კი ბატონო. უნდა გავარკვიოთ რაშია საქმე. ჩხორული არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის. რა თქმა უნდა, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა, როგორც დავაანონსეთ, არის ჩხორული დათვლის სისტემა, რომელიც ძველ კულტურის ხალხებს ჰქონდათ, გააჩნდათ. კაცობრიობის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, როდესაც ცხრაობითი თვლის სისტემა ჰქონდათ. და ამან ძალიან ბევრი ნიმუშები დაგვიტოვა მეგრულ მეტყველებაში, ლექსიკაში, მეგრულ ენაში, ასევე ტოპონიმიკაში და ეს 9 ჩხორო თუ რას აღნიშნავს და თუ რატომ იყო ასეთი ხშირი ტოპონიმიკაში, ამაზე ვისაუბრებთ და მე რამ ჩაანაცვლა ეს ჩხორო თვლის სისტემის ახალი ცვლილება როგორ მოხდა, ამაზეც ვისაუბრებთ. მოკლედ ეს არის დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა, 9 ცხრიანი დათვლის თემა, რომელსაც მეგრულად ერქვა ჩხორული. კი ბატონო, და ტრადიციულად ჯერ მეგრულად და შემდეგ უკვე ქართულად. გირჩქილეთ ბატალაში. კი ბატონო, თქვენი ცნებართვით მე ჯერ მეგრულად ვიტყვი. ამდღანერ ჩქინი თარჩიებაში თემარე ჩხორული. ჩქინერე მუჭოთ, კოჩიშობაში წიმეულაში ართად კაბეთ მეჭირნაფარდუ, თეჯდო ძახინელ კოროცხუა. თვალუაი სისტემაშ გორჩქინა. ნამუთ ჩხორო რიცხიშარდუ გერცხილ. ჩხორო მერჩინელდუ საკრალუ რიცხო. ნამუთ შანულენდ მუჭოთ ჩხოროსუნ თეჯ ბრეც მუდგაზმარენს. ჯეშ მარგალეფი წამებიერებათ მაკროქიანა ორთა ჩხორო ბშადო ჩხორო თუთაშერდუ აკოდგიმილდო ათეშენ თენა ირი ართოიან ბედნერებას სიმბოლოთირდუ მერჩქინელ. ჩხოროიან კოროცხუაის სისტემა ჯეშო არძო კულტურულ კათას უღოთ. თეს სისტემა აქტიურო გმირნუაფუ ჯეშ კათას შიებას, რინას, ვაჭარუას და ხელუას. ჩხორულ კოროცხუაის სისტემა საქართველოს ოფიციალურ მავითობრო უკუნიშა ქუმუღალ დუთი. მარა უკულ დუთირუ ახალ ევროპაში ორუსეთეთ გიშული ახალ კოროცხუაის სისტემას ნამოსუ დიუჟინი დუჟინ ჯოხოთ. მარგალებ ჩხოროიან კოროცხუაის ჯვეს სისტემას უცახუდეს ჩხორუც. ვარტახოლო ჩხორობუას. ათე სისტემაკ მუშ კაბეთ ნოსკლედებ ქდიტუ მუჭოთ მარგალურ ნინაშო ჩიებელ ლექსიკასონ თეშ ტოპონიმიკას ხოლო. ჩქი ამდღა კუნტას ქოფთქუანთ ეთი თარნარა გადუებში ტოპონიმებში და სიტყვებში ნამუთ ათე ჯვეს კოროცხუაის სისტემაშარე გერცხილ. უშინერე ნამუთ და ჩხორო ქორთულ მითოლოგიას სკონდა რიცხორე მერჩქინელ. თენათაშრე კოლხეთის ხოლო. კოლხეთის ჯვეშ ხანერე ათაშტკუანდეს ჩხორო ბშაშ სკონდა რიცხირე. ოდო ბშა ხორონთის სიმბოლო თოლირე. ჩქინერე მუჭოთ კოლხებ მუნეფიშ დუდის ბშაშ სკუალეფო მერჩქინანდეს. თენა გინო ჩამათ ხოლო მიღუნა ანტიკურ ბორჯიშ მაჭარალებში. მითოლოგიური აიეთხო ბშაშ სკუარე. ბშა დიაღორონთე და თიშ თექიანა სიმბოლორე დიდა. ნამუ ჩხორო თუთაშა ახალ სისორსკლეს ეიორჩქინანს. თინახოლი ორჩქინერე ნამუ და ბშა თელ საქურთულოს და თიშ
თიშკას სამარგალოშ ჩხორო თოლამორე მერჩკინელი ნამოსუთ ჩხორო სიმსი უღუთ ათავრეშე მოურს შაში სიმსიშ მარგალურ ჯოხობუა ჩხორია ნამუთ ჩხოროიან შანულენს ჩხორიაშე მოურს მარგალურ ზიტყვები გოჩხორუა მუჟამით ფშა გაკლესინ თანცუნ გოჩხორილ კილასინ თაფირი ფშაშ გოფაჩუას ხოლო ჯოხოთ ჩხორელ ჩხორიელ ჩხორო სიმსით გოსინ თაფილია თავრეშე გიშურს ხოლო ტოპონიმი ჩხორთოლ ნამუთ გარგანჯი აკანს შანულენს სამარგალოშ ტოპონიმიკას ვალობრელ მაგალთებ მიღუნა ჩხოროშე გიშნაულა ჯოხობათ ვალობრელ აკანს ხვადუნა ტოპონიმ ვარდა ჰიდრონიმ ჩხორო წყუ ნამუთ მანგოიან თანგუა ჩხორო წყუს შანულენს მარა თეს უმოსო გოფაჩილ შანულობა ხოლო უხდო თიცა ლაკანებ ჯოხო ნამუთ დიდარე წყუეფით მეტაფორულო ხოლო შანულენს ბრელ დებეტიან წყუს ვოკლუზის სოდეთ ართონ თელ მალწყარ მოსოფუნს ოინტერესერე ნამუდა ოკულტე ოხვამე აკანებ ჯუეშო ჩხორო ჭყონს ვარდა ჩხორო ცხაცხუს ჯას გიორგუანდეს ნამუთ ოხვამეთ გიმირნუაფუთ ხვადუნა ტოპონიმებ ჩხორო ცხაცხ ჩხორო ჭყონი ნამუთ მარგალებშო საკრალუ ლაკანებ რდუ მაგალთო წენდიხაშ მუნიციპალიტეტის ლარას ხვადუნა ჩხორო ცხაცხ თენარდ მინდორია ყარას ვანთიშ კართედო ხურჩაშ დუდშკას კანკალე ათეაკანს ვანთიშ მიოხვამუს ხოლო უძახ თაკ არტ ჟინჯიშე ენაფალა ჩხორო ცხაცხ გინოდგედო გვალაშა მიმალჭყიშე მართა რანწყიშ ოხვამე ოფე თეჭყიშეფიშ ოხვამე ოფე თენა თინეფიშ წამებიერებად თენა არზენ შელებას შარაკ უძელებდესკო ბედნერედო ხვამელონ ულ მიშეს ოფუჩაშა სოდეთ ურთხელ გინოდგე თინახოლე ოხვამე ჯარ თახოლო ქიხვამანდეს და უკულ მასუმად ქიხვამანდეს ნაოხვამოს სოდეთ გინოჩამა ჯვეშო ჩხორო ჭყონ გეჩანთ ათაშ ქიმიოჭირნუანდეს ალპურ ოდიარებშა ჩხოროს სიმბოლიკაში უმოს კონდათ გაგებელო გებკოროცხუნთ მუდგაზმარენ მარგალურ ნარაგადუებს და მოჩამუებს ნამუთ უმოსო ქიმოხვამილონა ათე ჯვეშ ნოსკლედის შანულობას და აქტუალობას სამარგალოს განწყარებული გაუბედრებული კოშეთქუანა ჩხორო ხატ გონჭყორელი აფუნია თენას შანულენ არძა მათხილე ანგელეს გოჭყორელი აფუდო მუთუნ ვაუმართლენცია მითინს გლახა ქუმოხვადოდონ თქუანდეს ჩხორო გვალაში შოვა თეთ იზალანდეს მუთ შილებენ შორს ქუმოხვალამეთკო გლახადო მუნებსკმა ვააფეთკო ტრაგედიან მასაკვალ კოშეთქუანდეს ჩხოროშა დონათენ იშენ მუთუნ ვახვარუნია შორშა ქაბდეს ოულარ და თქუანდეს ჩხორო დღაშ ოულა შარა გეუძენია გვალო შორა კაშეთ თქუანდეს ჩხორო ზღვაში შოვა უმური ჩხორო ინს გითი უმურუანცია ჩხორო მორთა უბედურ ჩხორო მორთა ჯნაბადრენია ანუ გლახა ბურჯი შენარჩკინარენია ჩხოროშა გიწი ბრეშა გიწიათი შანულენს მაგალებ ჩხოროს საკრალური რიცხო მიჩქინანდეს ათეშ ერთ მაზირა აფრე ნათქუელ კაბეთ პიჩვაც ჩხორო დღა იშინკო ქიხონენია თოთენა აუცლებერენია ჯგირ ჩხოუშე თქუანდეს ჩხორო მეგინე ჩხოუშ ჯიშრენია ჩკინ ბებიებ ხოლო ჩხოროიან კოროცხუა სისტემას აქტიურო ირნუანდეს თე გვალო ნაგვენა ბურჯიშა ქემაჭირნო კერძოთ ჯანჯუხას ჩხორო ცალო აკოკირუნდეს და თეშ დოდვანდეს ათაშ თქუანდეს და კოროცხუნდეს წიგ ვაკეთ შკვით ჩხორო ჩე ჯანჯუხა ვით ჩხორო ჭითა ჯანჯუხა თაშ თქუანდეს ზიათ ებუნაფი ჩილაშ ბურჯის ხოლო გებობუნე უშკური შამ ჩხორო ჩილა და თაშ ათაშ ნამუდა ჩიამდღა კუნტათქობ თვით ჩხორულ კოროცხუაშ უჯეშა სისტემაშე ნამუსუთ ჩკინ კინოხო ნაქტიურო ირნუანდო თენა ამდღანერ დღაშა მოჭირნაფილრე მარგალურ ჩიებას და ტოპონიმიკას ათეჯგუ ამბერება და ლაშა ჩხორული შამბე ვარ გვალო ხიხა ამბე და ეფიან ხო თენა მოჭო მოდა ბრელას რე მოჩამილ თენა ჩკინ რინას მუზმა ტოპონიმიკას რე მუზმა ჩიებას რე შუროთეს მაგათა შეები ყურადღება მითინქო ემუდოვას მარა ჩხორო მოჭო თენა ბრელს ო წკი ნაშეხოლი ჩიებო ჩკი მოჭო ჩხორო დუდამე მუდათრე მერჩკინელი დევ თენა ჩკინი მარგალურ ჩიებებს მოიადებს გვალე ბრეშა იშინუაფ ჩხორო მარა ასე ჩკი ნაკლებო მუდანდეთეს მარა ათენათი შემოურზე ჯვეში ჩხოროიან კოროცხუაში სისტემაში სამარგალო სოფელებ ხოლე მოჭო თქვით ინტეშ ბრელე ჩხორია ჩხორთოლი ხოლე რესოდგარე ჩხორთოლიო მუდარე მარი ამჭასებ თქვინთეში გარგანჯია ჩხანა გიორემ ფერი აკანს შანულენს ტოფთაშ ბრელ მუდებ მიღნა მასე ჭიჭე კუნტას ხობ თქვი არა შილებეთენა შიფჩია თეშენი თიზმა მუდებ მიღნა მოჩამუებ ჩხორო ცხაც ხობ თქვი თქვინთეში ჩხორო ჭყონი და თენე მარზე საკრალო რიტუალი წმარე ხო რიტუალი წმარე მერცხილ და ოჩქილეთენა ვარე სუბუქ თემა და თიშენ უჯგი ჭიჭე კუნტას თქვათონ აზრის ხუორეთ მუცთავარე კომჩქუნა მურენდო დეტალები მაინც ცოტა ისეთი რთულია თან მოსასმენად და წეხ არასაც ვაკურდები ბატონაშა მეტი ნახვა და გაზიარება და ზოგადად ყურადღება რაც უფრო მოკლე და კონკრეტულია და შედარებით იმიტომ რომ ეზარება ხალხს ეზარება მოსმენად კი ეზარება ხა თითოეულას ვისაც აინტერესებს თითოეულა ის ბოლომდე ისამარა ეს ერთეულები არის და სინამდვილეში საზოგადოად ასე ხდება კი ბატონო გეთანხმები ვიდეოები და რილსებს უფრო უყურებენ ვიდრე უსმენენ ასეთ ძელ გადაცემ რადიო გადაცემას ხო არა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენი ისტორია და ეთნოგრაფია ისეთი ვრცელია რილსი არ გამოვა ისე ტრაფარეტულია კი ტრაფარეტულია ძალიან და
თუ მკვლელ ზოგადად წარმოდგენას გექნის, მაგრამ ჩვენ როცა სიღრმეებში შევდივართ, მაშინ ბუნებრივია რილსში ვერ ასახავ ამას და ანონსი შეგვიძლია. კი, ანონსი კი. კი ბატონო. ქართული ვერსია ბატონო. კი ბატონო, როგორც მოგახსენეთ, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის უძველესი დათვლის სისტემა, რომელსაც ჩხორული ერქვა მეგრულად და დადასტურებულია, რომ ზოგადად კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური იყო ეს ძველი თვლის სისტემა, რომელიც 9 რიცხვზე იყო დაფუძნებული, 9 მიჩნეული იყო საკრალურ რიცხვად, რომელიც ასევე გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნავდა როგორც საკუთრივ 9-ს, ასევე ბევრს, მრავალს. 3 ცხრიანი ბედნიერების, იღბლის სიმბოლოდ იყო მიჩნეული და ასახავდა სამყაროს სრულყოფილებას. ჩხორო ბჟადო, ჩხორო თუთა, 9-მზე და 9 მთვარე მეგრლებში მარადიული ბედნიერების ნიშანი იყო. ეს ასახავდა მაკროს სამყაროს, ანუ მაკროს სამყარო შედგებოდა მათი წარმოდგენით 9-მზე და 9 მთვარისაგან. ცხრიანი სათვალავის სისტემა ძველად ყველა კულტურულ ხალხს გააჩნდა. ეს სისტემა აქტიურად გამოიყენებოდა ძველი ხალხის ყოფაში, როგორც ყოველდღიურ მეტყველებაში, აგრეთვე პრაქტიკულ ცხოვრებაში, განსაკუთრებით ვაჭრობაში და ხელოსნობაში. ცხრიანი დათვლის სისტემა საქართველოში ოფიციალურად უარსებია მე-18 საუკუნემდე. მერე ის შეცვალა ევროპიდან რუსეთის გზით შემოსულმა ახალმა დათვლის სისტემამ, რომელსაც დუჟინი ერქვა. მეგრელები თვლის ხრაობის სისტემას უწოდებდნენ ჩხორულს ან ჩხორობუას. ამ სისტემის არსებობამ თავისი კვალი დატოვა როგორც სამეტყველო ენაში, ასევე ტოპონიმიკაში. ჩვენ მოკლედ შევეხებით იმ ძირითად გამონათქვამებს, ტოპონიმებს და სიტყვებს, რომლებიც ამ სისტემასთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ 9 ქართულ მითოლოგიაში წმინდა რიცხვად ითვლება. კოლხეთში ხანდაზმულები ჩვეულებრივ ასე განმარტავდნენ: 9 მზის წმინდა რიცხვია, ხოლო მზე ღმერთის სიმბოლო თვალი. ცნობილია, რომ კოლხები თავიანთ მზისშვილებს უწოდებდნენ, რაც დაფიქსირებულია ანტიკური ხანის წერილების გადმოცემებშიც. მითოლოგიური აიეტის ხომ ჰელიოსის შვილი იყო. მზე დედაღმერთის მიწიერი განსახიერება იყო დედა, რომელიც საკუთარ შვილს 9 თვე მუსლით ატარებდა და ასე მოავლენდა ახალ სასწაულს, ახალ სიცოცხლეს. ცნობილია, რომ მზე მთელ საქართველოში, მათ შორის სამეგრელოში 9 თვალად იყო წარმოდგენილი, რომელსაც სიმბოლურად 9 სხივი ჰქონდა. აქედან მომდინარეობს მზის სხივის მეგრული სახელწოდება ჩხორია, რაც ნიშნავს ცხრიანს. ჩხორიადა კი მომდინარეობს მეგრული სიტყვები გოჩხორუა, ანუ გამოსხივება, გასხივოსნება, გოჩხორილი, გამოსხივებული, მზის განათებას, გასხივოსნებას, ფშაშ გოფაჩუას ერქვა ჩხორელი, ჩხორიელი, ანუ გაცხრიანებული, 9 სხივით განათებული. აქედან მომდინარეობს ტოპონიმი ჩხორთოლი, რომელიც ცხუნვარე თაკარა ადგილს აღნიშნავს. სამეგრელოს ტოპონიმიკაში უხვადაა ჩხორო, ცხრისგან ნაწარმოების სახელები. ძალიან ბევრ ადგილას გვხვდება ტოპონიმი ან ჰიდრონიმი ჩხოროწყუ, რაც პირდაპირ თარგმნით 9 წყაროს აღნიშნავს, მაგრამ ის ზოგადად ნიშნავს წყაროებით მდიდარ ადგილს, მრავალ წყაროს, მეტაფორულად აღნიშნავს უღდებეტიან წყაროს, ვოკლუს, სადაც ერთბაშად მთელი მდინარე გამოედინება. საინტერესოა, რომ საკულტო სატაძრო ადგილებში, როგორც წესი, ძველად უპირატესად 9 მუხის ან 9 ცაცხვის ხე იყო დარგული, რომელიც ასევე სალოცავად გამოიყენებოდა. გვხვდება ტოპონიმები ჩხორო ცხაცხუ, ჩხორო ჭყონი, რომლებიც მეგრელებისთვის საკრალური ადგილები იყო. მაგალითად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ლარაში გვხვდება ჩხორო ცხაცხუ, ანუ 9 ცაცხვი. ეს იყო მინდორი ყარაში, ვანთის, კალთასა და ხურჩას სათავეს შუა. ზოგი ამ ადგილს ვანთის მიოხვამოს უწოდებს. აქ ერთი ძრიდან ამოსული 9 ცაცხვი მდგარა და მთაში მიმავალ მწყემსთა პირველი მოსალოცი ადგილი ყოფილა. მათი რწმენით იგი აძლევდა საშუალებას გაეგრძელებინა გზა ოფუჩამდე, სადაც ურთხელი იდგა, ასევე სალოცავი ხე. იქაც მოილოცავდნენ. მესამე ლოცვა უნდა აღევლინათ ნაოხვამუში, სადაც გადმოცემით 9 მუხა მდგარა. ასე მიაღწევდნენ ალპურ საძოვრებს. ჩხორო ცხვრის სიმბოლიკის კიდევ უფრო გასაგებად, მოკლედ ჩამოვთვლით რამდენიმე მეგრულ მასალას, რაც უფრო ცხადს გახდის ყოველდღიურ ყოფაში, მეტყველებაში, მისი გამოყენების მნიშვნელობასა და აქტუალობას. სამეგრელოში უბედურ ადამიანზე იტყვიან: ჩხორო ხატ გონჭყორელია, ჩხორო ხატა გონჭყორელი აფუნია, 9 ხატი გამწყრალი აქვს. ეს ნიშნავდა, რომ ყველა მფარველი ანგელოზი გამწყრალი იყო ასეთ ადამიანზე და უიღბლობა დაკრავდა მის ბედს. ვინმეს თავზე დამყარ უბედურებას იტყოდნენ: ჩხორო გვალაში შოვა, ანუ 9 მთას იქითო. საკვარ ადამიანზე იტყოდნენ: ჩხორო შადონათენ, იშენ მუთუნ ვახვარუნია. 9 ჯერს რომ მონათლო, მაინც ხსნა არ იქნებაო. შორ მანძილზე თუ ქონდათ წასასვლელი, იტყოდნენ: ჩხორო დღაშ ოულ შარა გეუძენია, ანუ 9 დღის სავალი გზა წინ უდევსო. ძალიან შორ მანძილზე იტყოდნენ: ჩხორო ზღვა შიშო, 9 ზღვას იქით. აქ გვაქვს ასეთი გამოთქმა: უმური ჩხორო ინც გითი უმურუანცია, ტყემალი 9 ყინვას შეიტყაპუნებსო, ანუ ხანგსლებაცლებსო. ჩხორო მორთა, უბედურ ჩხორო მორთა ჯინაბადრენია, ანუ საწყალი 9 მოქცევის დროს დაიბადაო, ანუ ცუდ დროს დაიბადაო. ჩხოროშა გიწი, მრავალჯერ გითხარი და ასე შემდეგ. მეგრელები 9 არის საკრალად რომ მიიჩნევდნენ, ამის ერთ-ერთი დასტურია შემდეგი გამოთქვა: კაბეთ პიჩვანს ჩხორო დღვა იშენ უკვე იხონენია. დიდ მარხვაზე 9 დღის მარხვა მაინც უნდა დაიცვაო. მითოლოგიაში დევი 9 თავიანის სახით ყავდა დახმული. 9 დავიანი, ანუ ჩხორო დუდამ დემი. კაკ ზროხაზე იტყოდნენ: ჩხორო მეგინე, ჩხოუშ გამნარყრენია. 9 მეხოებოე ზროხის შთამომავალი არისო. მოხუცი ბებიებიც 9-ობითი დათვლის წესს აქტიურად იყენებდნენ და ის გვიანობამდე
დღემდე შემორჩა ჩვენს ყოფაში. კერძოდ, ჯანჯუხა, ჩურჩხელების გაკინს, ვისაც 9-ობით კრავდნენ და ითვლიდნენ. წელს გავაკეთე 7-9 თეთრი ჯანჯუხა, 10-9 წითელი ჯანჯუხა. ასე ვიტყოდნენ ჩირებზეც. ამდენად 9-ობითი დათვლის სისტემა, რომელსაც ჩვენი წინაპრები აქტიურად იყენებდნენ, შემორჩენილია მეგრულ სამეთყოლო ლექსიკაში და ტოპონიმიკაში. ძალიან საინტერესო სხვათა შორის და რაღაცები ამ გადაცემიდან რომ მესმის მე ვავლებ პარალელს და გამიგია სადღაც. ხო, ასახი ან რაღაცა უფროსის განალების. ხო, ქვეცნობიერად ეს არის ჩვენში, როცა საზოგადოების ზოგიერთი აი გაუაზრებლად კი იყენებს ამ ძველი გადმოცემით შემორჩენილ ამ სიტყვებს და მე როცა აი ჩაუღმავდები, ხვდები მის მნიშვნელობას და არს რომ ხოლმე მაჩხორა დღას მეჩქუნა. ხო კი, ზუსტად ხო, აი ეს ძალიან ამით ძალიან ბევრი მიმართულების გაშლა შეიძლება. უბრალოდ ეხლა ჩვენ ფორმატიდან გამომდინარე თავის შევიკავე, თორემ დაუცლებლად შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემაზე. ბატონო, წასით რა უნდა იყოს ახლა ამის შემდეგ რაზე ვსაუბრობთ? ხო, ამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ გეკულაზე ვისაუბროთ, გეკულა დღალებზე და კვათირ დღაზეც, ანუ ეს ორი ტიპია და ხშირად ეშლებათ ერთმანეთში, რომ გეკულა და კვათირ დღა ერთი და იგივე არ არის და მოკლედ სოციალურ ქსელებში იყო ასეთი ისა, რომ საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა არ იცოდა რა იყო გეკულა და კვათირ დღა. ანუ ის განსხვავდება ერთმანეთისგან და ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მეგრელები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. ამას და თითქმის სხვა ხალხში არ ხდება ამ დონეზე, აი ამ გეკულა დღალების და კვათირ დღის საკრალიზება. კი, შელოცვაზე და იმაზეც გამიგია. ის შეშინეთი დღა უყურდას არა ვაჭკირუს. კი, ზუსტად, აი გეკულა თუ არ არის, მაშინ კვათირი არ იქნება. ანუ ფაქტიურად, რასაც ულოცავენ ის შედეგს არ გამოიღებს და მოკლედ განაჩენი იქითა ხუჩაბას დეტალურად და უფრო კონკრეტულად საუბარი. ასეთი ამბებია ჩვენთან. მივიწყებულ ტრადიციებს მივადექით ახლა განსაკუთრებულად მივიწყებულს და სწორიც არის ბატონლაშა. ძალიან ბევრია მითქმა, მოთქმები და ახლა სოციალურ ქსელში და ყოველს უნდა რაღაცა თავისი აზრი თქვას, რაღაცა პატარა ინფორმაციას ფლობდეს და თუნდაც მწირი ინფორმაცია გქონდეს, შემდეგ უკვე იმას უზიარებს საზოგადოებას და აბა თქვენ რას ფიქრობთ, გაგიგიათ თუ არა და ასე შემდეგ. კი ბატონო, ინფორმაციის გავრცელებას რა უნდა შენება, აიღებ დადებ, მაგრამ გადამოწმებული, დაზუსტებული ინფორმაცია მაინც სხვა. როგორცაც ვაკეთებთ ჩვენ მაგალითად და ამის ამაყები ვართ. მე არ ვამბობ რომ მარტო ჩვენ ვაკეთებთ ასე. ერთ-ერთი ვართ ჩვენ, ვინც ასე აკეთებს ამ ყველაფერს. და ეხლა მივადექით მივიწყებულ შედარებით და ნაკლებად გამოყენებად ტრადიციებს და თემებს და ერთ-ერთი მათგანი დღეს შემოგთავაზეთ სიამოვნებით, მორიგი იქნება იქითა ხუჩაბაც. ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე radio.net-ში, Facebook-ზე radio.net, YouTube-ზე ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი, ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე და ყოველ ხუჩაბაც 18:18-ზე ლაივში 105 და 9-ზე FM ოდაბადეშ კინოხონის დროა. ჯგირო ზოჯუნდათ ბატალაშა, რადიო მარჩქილებს ჯგირო ზოჯუნდათ იმ ხუჩაბათამდე დაგემშვიდობთ. ჯგირო ზოჯუნდათ, ოსურ ბატონ სოფიო, ჯგირო რადიო მარჩქილებ, მარდის მუგოშინან ხოლარჩა, ჯგირო ზოჯუნდათ და წიმოძინელო ქოფედათ. ძირფასო რადიო 10 მსმენელებო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ ბედნიერად. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე 10 ათის ეთერში.